ეხლა მართლა ძალიან გაჭირდა რა სიტუაცია ისეთია რომ მართლა გაჭირდა რა რატო გაჭირდა ეცით იმიტომ კი არა იქ იგზალავენ გინებას და რაღაცა კონკრეტული ისინი შემოაქვთ კაიგე ამაში არ არის საქმე უბრალოდ თვითონ აი ეს ფორმები რასაც ეგენი იგზალავენ ეგ იყო ჩვენთვის კაიგე ეს ურთიერთობის ფორმა ეს გინება არის რაღაცა გაზიარება ერთმანეთთვის ხო მაგის და ენერგეტიკული გაზიარება მაგით პოულობ ადამიანს ხო გვერდზე ვინცაც ეზისხება იგივე ეს ჩვენი მთავრობა რაღაცა ხო აი გაზიარების ფორმა კომუნიკაციის ფორმებია უნდა შევცვალოთ უბრალოდ კომუნიკაციის ფორმები თუ ამას გვიგზალავენ უნდა გადავიდეთ სხვა კომუნიკაციის ფორმებზე და კომუნიკაციების ფორმებს ვერ დალევ იმდენია და იმდენი არის ჯესტიკულაციის ფორმა, იმდენი არის შემოქმედებითი გააზრების ფორმა, როგორ შეიძლება, რანაირად შეიძლება პროტესტი არ დათანხმება, 1000 გზით შეიძლება გამოისახოს. უბრალოდ ჩვენ ქონდა აი ესე შეჩეული ვართ, რომ აი ესე და ესე და ამიტომ გაიგე ესე კი ისეთი გზნობა რომ არიქა გაიგე გაგვედო რა, ეს აგვიგზალეს, ის აგვიგზალეს არაფერი. როგით რა მაგალითად ვისაც გაქვთ ნანახი რა, მაგალითად განდი ხო ფილმი იქ ხო იცით როგორი განდი ხო ნუ ეს იყო აი მართლა რომ არანაირი ბოროტება, არანაირი ძალადობა, არაფერი. ესე იგი წინააღმდეგობის ფორმაში არ უნდა ყოფილიყო ხო? ესე იგი ეგ იყო განდის პირველი პრინციპი ხო? არაძალადობის პრინციპი და გააყარა ბრიტანეთი გაუშვა, გააგდო. და იქ იყო როგორი რაღაც იცი, ვინც ესე იგი რაღაც ამას იზავს თქვათ აი როზგებით ცემთ. თქვათ აი ესეთი ბრიტანეთმა შემოიღო ეგ წესი და ესე იგი როგორ იცი პირველი წავიდა განდი და ესე იგი დადგა და აი როზგებით ცემეს და მერე ჩადგა რიგი ხალხის კიდე და კიდე და კიდე ესე იგი უსასრულო რიგი და ესე იგი უნდა ნახოთ ეგ ფილმი აუცილებლად მე მგონი ეგ ფილმი უნდა იყოს ჩვენთვის ახლა საკვანძო ფილმი რომ აი ეს ნახოთ და ვეზიაროთ აი ამ სულისკვეთებას და ეს რიგი ესეთი ნახევარი ინდოეთი რა შაყირობ მაგრამ ნუ პრინციპში იმდენი ხალხი ესე ჩადგა რიგში და გახდიდნენ ზემოთ და ესე ზურგში და აი ესე ჩამდგარი ეს ხალხი და აი მაგან გატეხა ბრიტანეთი როცა ნახეს რომ როგორ იცი მთელი ევი შენ წინააღმდეგ არის გაიგე იქ ვერ იდგები ვერ იქნები შეუძლებელია იმიტომ რომ ეს ის კი არ არის რომ აი რაღაცა ყველგან სიკვდილია ჩასაფრებული ან ვიღაცა ჩაგარტყავს თავში ამიტომ კი არის შინიათ მაგისი ეშინიათ აი ამ საოცარი ენერგეტიკული დაძაბულობის რომელიც შენთან არის ყოველ დღე შენ ვერ გძინავს წესიერ ეს ენერგეტიკული დაძაბულობა გაწუხებს. და აი ეს ხდება ეხლა რაც უნდა მოხდეს და რაც შეეხება ყველაზე მაგარი ჩვენთან და ყველაზე გაუტეხელი არის რა იცით ულიდერო როა ეს დაპირისპირება. ეგ არის ყველაზე ძლიერი ფორმა. ეხლა ერთ თეორიას აგიხსნით მოკლედ რა ძალიან და ეგებ გამომყვეთ და გამიგოთ რა. აი ჟილ დელეზმა შემოიტანა ესეთი იდეა, რომელიც ნუ აქტუალიზაცია გაუკეთა. ესე იგი, რასაც ქვია, აი ეს ეხლა სხვა ფორმით არის შემოსული ჩვენთან უფრო პოპულარულად, ეს ბლოკჩეინი ქვია ამ იდეას და საერთოდ ეს საიდან დელოზიდან მოდის, ეს არის აი ეს ესე იგი რიცომა, აი რიზომა, ხან ესე ეძახიან, ხან ისე რიცომა იდეა, რიცომის იდეა. რიცომის იდეა არის მთლიანად სოციალური მოწყობილობის სხვა იდეა. ესე იგი, ეს არის არაპირამიდალური, ესე იგი, არა ის, რომ მწვერვალში ვიღაცა არის და ის არის ლიდერი და ის არის, არ ვიცი, მეფე და ის არის რაღაცა ცეკას დივანი თუ ვიღაცა, არამედ სულ სხვა სისტემა რა და მე ქვემოთ რო ჩამოდის ხოლმე ესე ხომ იცი და აქ არის მეფე და მე ვიღა თავადები მე ვიღაცა აი ეს სისტემა მთლიანად ესე იგი იშლება და შემოდის რიცომული სისტემა. ეხლა თვითონ როგორ ხსნის ამას ძალიან ლამაზად და ისე რა აი მაგალითად რო ამოაძრო ხეო რა მიწიდან ხო როგორ არის ფესვები მოწყობილი ერთი მთავარი ფესვიაო ესე რომელიც ჩადისო ღრმათო და მე ამ ფესვს თავად გამოიყოფაო მეორე ხარისხოვანი ფესვები ესე გარშემო მე წვრილი ფესვები და მე სულწვრილი ფესვები ხო ეს არის თვითონ სტრუქტურა ფესვის ხო და დელოზი იცახის რომ
ეს სისტემა გათავებულია, იმიტომ რომ აი ეს ცენტრალიზაცია, ვთქვათ, გაიგე გონების ცენტრალიზაცია, მენტალიტეტის ცენტრალიზაცია, პოლიტიკური თუ სოციალური ცენტრალიზაცია, ეს პრინციპი უნდა გათავდეს, იმიტომ რომ ადამიანი სხვა დონეზე არის ხა განვითარებული, ყველა შემოქმედია, ესე იგი ყველას აქვს განათლება, ყველას შეუძლია რომ ესე იგი თავის სიტყვა თქვას, ჩადოს. ამიტომ შემოაქვს ახალი სისტემა, რიცომა და რიცომა რა არის, იცით? აი ესე ახასიათებს ბალახი რომ ამოგლიჯო, ხო? და შეხედო ბალახს, ხო? იმას როგორი ფესვებია განსხვავებით ხის ფესვებიდან, ხო? ესე ყველა პატარა ეს ფესვუკები ერთმანეთზე არის გადაჭრობილი, ყველა ესე ცუк-ცუк-ცუк და ესე გადადის ყველა ერთმანეთზე, ხო? რომ შეხედო თმასავით არის და ყველა ერთმანეთზე დაბმული. და იძახის რომ აი ეს არის ის სტრუქტურა, ის სისტემა, რომელზედაც უნდა დღეს აიგოს, ესე იგი ყველაფერი, რაც კი სეგმენტებს ერთმანეთთან აერთიანებს, ხო გესმით? სეგმენტებს ერთმანეთთან აერთიანებს. უწინ სეგმენტები ესე პირამიდალურად შენდებოდა, სუბორდინირებული იყო, ზემოთ მთავარია, ის უბრძანებს უფრო დაბლა, მერე დაბლა, ესე ხო? და ეხლა აი ამაზე არის ლაპარაკი. აი ზუსტად ეგ არის ჩვენი მოძრაობის პრინციპი. აი დღეს რაც ხდება, ეს არის რიცომული პრინციპი. ესე იგი წვინის ნეირონები ზუსტად ეგრეა მოწყობილი. ესე იგი ერთმანეთზე ყველა არის გადაჯაჭვული, ესე ხო? და აქ რო პატარა რაღაც გაიელვებს, ხო, თქვათ იმპულსი ელექტრო, მერე გადადის ყველაზე ერთმანეთზე, ესე იგი მერე აქ გაიელვებს, იქ გადადის და აი ეს არის სწორედ ის და აი ეს არის ლიდერობის ფორმა. აქ იმპულსი ყველგან გადავიდა, იქ იმპულსი ყველგან გადმოვიდა, იმიტომ რომ შეერთებული არის ასე, გამიგეთ ერთმანეთში. ამიტომ დღეს ყველა ლიდერია, ყველა შემოქმედია, ყველას აქვს სიტყვა. ეს არ არის უბრალოდ დემოკრატია, ეს არის სწორედ რიცომული სტრუქტურა. რიცომული სტრუქტურა და დემოკრატიული კიდე განსხვავდება ერთმანეთისგან, იმიტომ რომ დემოკრატიაში, განსაკუთრებით ვულგარულ დემოკრატიაში, ხო, ყველას აქვს ხმა. აი ეს არის ყველაზე იდიოტური იდეა, რაც შეიძლება იყოს, ესე იგი, რომ ყველას აქვს ხმა. ესე იგი, ეს არის როგორ, აი რაღაცა იდეა და აბა ავწიოთ ხელი და ესე იგი კაც რომელსაც საერთოდ აზროვნება არ აქვს და არავითარი დამოკიდებულება არ აქვს, არა ისიც არჩევნებში მონაწილეობს ხელს იწევს. ესე იგი ეს არის კრეტინობა, ეს არის ფაქტიურად არის სიყალბე რა, იმიტომ რომ იმის ხელის აწევა არაფერ როლს არ თამაშობს, მას არ გააჩნია აზრი და აქ არის სხვა სისტემა, აქ არის რა რომ ყველას გვაქვს შინაგნად აი შემოქმედებითი იმპულსი. ყველას შეუძლია რაღაცა თქვა ერთი ისეთი იშაყიროს, რომ ამ შაყირმა დაანგრიოს სახელმწიფო. გამიგეთ ეს მართლა ეგრეა. და ესე იგი ამიტომ აქ არის რომ ყველა ვარ შემოქმედი და ყველა გახსნილია, აი თქვი რაც გინდა, მერე ერთი, მერე მეორე, მერე მესამე, მერე მეოთხე, ჩვენი იდეები ენერგეტიკულად არის შეერთებული ყველგან და აი ასე და ეხა ესენი რომ დაძდებენ ყველას და ეკითხებიან ვინ არის ლიდერი, მიყავთ, გაიგეთ რომ ის ლიდერი მოაშთონ, ვერ მოაშთობენ, იმიტომ რომ არ არის ლიდერი. არის რაღაცა 100,000 თავი, რომელიც ყველა აზროვნებს, ყველა შემოქმედებითია, ყველა ესე იგი ერთმანეთში მიმოწვის, ყველას ენთუზიაზმი აქვს, ყველას აქვს აი სიყვარული და ერთობის გზნობა და აი ამაში არის ესე იგი რომ ამხელა ველი ჩდება ენერგეტიკული. ამხელა ველი არის ჩართულობის, იმიტომ რომ ყველა არის შემოქმედებითი. ეხლა გეტყვით მაგალითს. აი ეს არის დაიტოვეა ხო ჯგუფი რაღაცა ხო? იქა ხო და რა არის რომ დაიწყო მოძრაობა, ხო დაიტოვეს უყურებდი, ესე იგი მივდევდი რა უმთავრესად, ეგ არის დიდი ჯგუფებიდან მაგას უყურებს ხო არც ვიცი, ხო და ესე იგი ერთი მეორეზე ჩნდებოდა ძალიან საინტერესო აი ლოზუნგი, ძალიან საინტერესო შემოთავაზება, რაღაცა, ხო და არც ვაქცევდი ყველგან, მეგონა რომ რაღაც ედმინებს მიყავდა რაღაც. მე შევხედე რომ სულ სხვადასხვა ადამიანების შემოთავაზებებია, სულ სხვა ადამიანის ლოზუნგებია და უცბად ისე გამინათდა გულში, იმიტომ რომ მივხვდი რომ ეგ არის ზუსტად რაც გვინდა, აი ეს უპარტიო პირდაპირ დემოკრატიაც, ყველაფერი ამის ნაწილია. გამიგეთ, აი ეს სისტემა, ეს რიცომული სისტემა, ეგ უნდა დელეს მაგაზე ტვინი ეკეტებოდა, რომ აი ეს რიცომული სისტემა უნდა იყოს, გაიგე, წამყვანი სისტემა სეგმენტების ურთიერთობაში ერთმანეთთან. ეგ არის ერთადერთი, რაც მოიტანს არა მარტო ეგეთ რასაც მე ვერ ვიტანამ ვულგარულ დემოკრატიას, პროსტო ვერ ვიტანam. მე მგონი რომ მაგაზე ყალბი არაფერია. და ის, თქვა, ნიჩე ეძახდა პატრიციების დემოკრატიას. ის ჩვენთვის დღეს მიუღებელია, იმიტომ რომ გაყოფა აღარ არის ესეთი რა, რომ აი მაგე პატრიციები და თქვა, გაიგე, რიგითი ადამიანები დღეს გაზრდილია საზოგადოება.
ამიტომයි რომ ეკლესიაც გაფუჭდა, იმიტომ რომ ეკლესია მიმართავდა ადამიანებს როგორც აი არაფერს რა, აი რაღაც ისე მოკლეკაბა არ ჩაიცვა და მორჩა რა, შენ ხარ უკვე რაღაც მეთქიშვილი, აი ესე იდიოტურად, იმიტომ რომ არაფასებდნენ ადამიანს და დღეს ადამიანი გაიზარდა, მაგასთან შეიძლება ქრისტეს ცოდნაზე პირდაპირ ლაპარაკი, უღრმეს და უსერიოზულესზე, ასევე არის პოლიტიკური იდეებიც, ასევე სოციალური იდეებიც. დღეს შეიძლება ადამიანთან საუბარი სერიოზული და ეს აღარ არის რომ ყველაფერს განსაზღვრავს მარტო რაღაცა ეს იერარქიული სისტემა. ამიტომ აი ეს მზად იყავით და გაძლიერდით რომ ესე კი აი თქვენ ხართ ეს რიცომა, ეს ერთი გაერთიანებული სულების აი რაღაცა სეგმენტების სისტემა, რომელსაც ვერავინ ვერ დაანგრევს, ვერასოდეს. უბრალოდ ვერაფერს ვერ უზავ მაგას, იმიტომ რომ გამიგე აქ ის არ არის რომ აქ წამყვანი ვიღაცა თავი ერთი მოჭრა, მეორე, მესამე და დანარჩენები უძლურები და ჩლუნგები არიან. ეგეთი რამე არ არის გაიგე? უბრალოდ ყველა არის ერთნაირად გმირი. ერთნაირად გმირი. აი ეს იძლევა იმ ძალებს, რაც აკეთებს დიდ რევოლუციებს. აი ესეთ ჩუმ, წყნარ, ესე იგი აბსოლუტურად არაძალისხმიერ, არა დაძალებით, აი ესეთ მოძრაობას, რომელიც შეძლებს რომ ყველგან ყოველთვის გაიმარჯვოს. ეს არის დაუმარცხებელი. ჩვენ არ გავთავდებით და არ გავათავებთ მოძრაობას. ეს არის მთავარი პრინციპი. გაგრძელდება 2 წელი, გავაგრძელებთ, გაგრძელდება 3, გავაგრძელებთ, მაგრამ თქვენ ყოველთვის გეყოლებათ ადამიანები კრიჭაში, ვისაც უნდათ სრული თავისუფლება, ვისაც უნდათ სრული დამოკიდებულება, ვინც იყურება მომავალში და არა წარსულში, თქვენსავით კისერი არ აქვთ მოტეხილი, როგორც აი ამ ოცნებას და რუსეთუმეებს და ამ კოცებს, ესე იგი არის ყოველთვის იქნება ეს ხალხი და არსებობს და ეს იზრდება მხოლოდ, იმიტომ რომ ყველა ახალი თაობა რომ მოდის, ის მხოლოდ მომავლით ფიქრობს და ეს არის ჩვენი ძალა, მომავალი არის ჩვენი ძალა. აი მომავლით უნდა ვიფიქროთ და მომავალმა უნდა გვასულდგმულოს და კაციშვილი ვერ მოგერევა. დანარჩენი 1000-ნაირ ხერხებს მოვიგონებთ, 1000-ნაირი ხერხებია რა დადებს, ესე იგი თუ ამდენი ადამიანი, არ ვიცი 50, 100,000 კაცი არის ჩაბმული და ყველას აქვს შემოქმედებითი იდეები, ყველას აქვს სიტყვა, რომელიც გაჭრის, ყველას აქვს წინადადება, რომელიც იქნება მაგათი თავის მტრევა. ესე იგი ამას რა გააჩერებს? ესე იგი მთავარია, რომ ურთიერთობაში სულ განუწყვეტლი ვიყოთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ყური ვუგდოთ, ვიყოთ სენზიტიური და ყველას ქონდეს გზნობა, რომ ყველა ვინც გამოთქვავს თავის ასს, ზუსტად ისეთივე ღირებულია, როგორც ყველა დანარჩენის გამოთქმული და უნდა ვეძებოთ მხოლოდ ის, რომელი უფრო ქმედითია ამ მომენტში. აი ეს არის მთავარი და ეს არის ჩვენი ძალა და ის რომ გაიგეთ, მეორე რაუნდი დაიწყო, ჩვენ განახლებულები ვართ, იმიტომ რომ ჩვენ მომავალთან გვაქვს კონტაქტი და ჩვენ ვახალდებით სულ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რაც გვინდა, ჩვენი ის რაც გვინდა, ის აქ არ არის და ჩვენ უნდა ავაშენოთ და გავაკეთოთ, ეს გვაძლევს ძალებს და ეგენი იცავენ რაღაცას, რაც უკვე დრო მოჭმულია, თვითონაც ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ენერგიას ვერ იღებენ, ზომბებს დაემგვანენ. ხედავ ზომბებს გვანან, ეს კობახიძე, ივანიშვილი, ყველანი ზომბებივით არიან, ენერგია გამოცლილი, შეშინებული სახეებით. შეხედეთ სახეებს იმაზე, სადაც ჩვენ ვართ. გამოსვლებზე, ესე იგი როგორი სიცოცხლით სავსე ენერგიით და ვიტალურობით სავსეა სახეები. ხო და აი ეგ არის განსხვავება, ჩვენ გამოვიდით და ისინი უკვე დაღლილები და დაბრიდილები არიან და ჩვენ გვაქვს კიდე და კიდე ენერგია. და იცოდეთ, რომ სულ განუწყვეტლი უნდა იმუშაოთ პოლიციასთანაც, ჯართანაც, სპეცებთანაც, ყველასთან, იმიტომ რომ ბოლო ეგეც გატყდება, იმიტომ რომ სიტყვა ძალიან ძლიერია. ძალიან თუ გინება აგვიგზავნოს კიდე უკეთესი, იმიტომ რომ სულ სხვანაირად ვილაპარაკებთ, სულ სხვანაირად მივმართავთ, ვიპოვით უფრო ღრმა სიტყვებს, უფრო სერიოზულს, არა გინებით და იმით. ამიტომ ესე იგი შევცვალოთ ტაქტიკა, შევცვალოთ დამოკიდებულება, შევცვალოთ ენა, შევცვალოთ გამომხატველობითი შესაძლებლობები, იმიტომ ვართ შემოქმედები, რომ ეგ უნდა გავაკეთოთ. მოკლედ, აბა ახლებურად და განახლებულად და განახლებულებმა დავიწყოთ მეორე რაუნდი. ეგ უნდა გაკეთდეს. აბა კარგად და მიყვართ ყველანი.